აჩვენებამდე 2 კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ დასწulis და სამცხე ჯავახეთის აქციისთვის მხარდამჭერები რეგიონში 2 დღით ადრე ჩაყავს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მედი ამ აქციისკენ მიმავალი კოლონები ვერ დააფიქსიროს და საზოგადოებამ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი მხარდამჭერები ადგილობრივად ჩართვალოს. რუსუდან ჯექიაგი ამბობთ, მოახერხა თუ არა კოალიცია მხარდამჭერების მედიისგან მალულად მობილიზება. რომ დალიეს გადაიხადეს. გადასახდელად თანხა კი ალბათ დღისით გამოიმუშავეს. ნინო წმინდაში ივანიშვილი უზარმაზარი კოლონით გამოჩნდა. შეხვდა 5 თუ 6 ადგილობრივს და ახალ ქალაქში გადაინაცვლა. ჩქარობდა მეოცნებეების კოლონა, ამიტომ დაარღვიეს წესები და გაიარეს წითელზე. ჯავახეთში საგანგებოდ ჩაყვანილ მეოცნებეებს საგანგებოდ ელოდნენ სამარშრუტო ტაქსები. საგანგებოდვე დაიძრნენ ხალხმრავლობის ეფექტის შესაქმნელად. თუმცა რა გამოვიდა ხედავთ, კადრში ჩანს, რომ მოედანი ვერ შეივსო. ბიძინა კი ამბობს, მე არ ვეუდი თუ ამდენი რაოდენობის ხალხი შეიძლება და აქ უნდროებულიყო და თქვენ ნახეთ, რომ მოედანზე არეთეოდა. თავად სხვას ეუბნებოდა არაფერი შეგეშალოთ. არა და თავად შეეშალა. ვერ გაასაღა ახალციხელებად მთელი საქართველოდან ჩამოყვანილები და ისევ სულ ტყუილად ესალმებოდა ადგილობრივებს. მივესალმები ნინო წმინდას. ახალციხის უნივერსიტეტის კუთვნილებას კასპიდან ჩამოვიდა. ახალ ქალაქს. საიდან ჩამოგზავნეთ? ახალციხელი ბრძანდები? არა. საიდან ჩამოგზავნეთ? ასპინძას, გორჯობს. მე თბილისელი ვარ. ადიგეს, ახალციხეს. საიდან ჩამოგზავნეთ? თბილისიდან. რომ ახალციხელები იყვნენ და სამწუხაროდ. თქვენ სხვა რამეს ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ძირითადი მოსახლეობა იყო ადგილობრივები. თქვენ საიდან? თბილისი. აბასთუმიდან ფეხიდან თხე ჩამოვედით. ერთმა რესპონდენტმა კი გვითხრა, ახალციხელი ვარო, თუმცა ის აღარ იცოდა საკუთარ ქალაქში რომელ ქუჩაზე ცხოვრობდა. ახალციხელი ბრძანდები? რომელ ქუჩაზე ცხოვრობ? მეოცნებეები ახალციხეში ბიძინამ რამდენიმე დღის წინ დააბანაკა. მე სასტუმრო შემიკვეთეს 11 რიცხვში და მითხრეს, რომ სპორტსმენები ჩამოდიოდნენ თბილისიდან. მე მივიღე შეკვეთა. 12-ში რომ ჩამოვიდნენ, გავიგე, რომ ეს ათლეტური მამაკაცები ივანიშვილის მხარდამჭერები ყოფილან. სასტუმროსა და სამარშრუტო ტაქსების ხარჯები ქართული ოცნებისათვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე ამბობს ბიძინა გუჯაბიძე. ბევრი დაბინაცება არ უნდა ამან. მაინც რამდენი? იზერული, ალბათ ერთი დაახლოებით 1200 გარი. მეორე და მთავარი ბიძინა ამტკიცებს, რომ ასეთი კომფორტის საშუალება არ აქვს. ჩვენ სამარშრუტო ტაქსებს ვეღარ ვქირავთ უკვე. რამდენი მარშრუტკა ხარ? აქ ვართ სადღაც 1.50-მდე. 50 მარშრუტკა. დაახლოებით რამდენი ადამიანია ეს? დაახლოებით გადაამრავლეთ 20 კაცზე. დიდ კოლონებს ჩვენ საშუალებაც აღარ აქვს, რომ იცოდეთ. თუ ჰგონია ბიძინას, ვინმეს რომ დაავიწყდა მისი კაპიტალი ოფიციალურად 7.5 მილიარდით რომ განისაზღვრება. ბიძინას რომ ფული აქვს, ახალციხელებს როგორც ჩანს არ ატარდება. ამ ადამიანს მესხე ჯავახეთისთვის ერთი ქვაზე დაუდია. თუ რაღაცაში დაგხმარებია ჩვენ, არც ერთი ახალციხელი არ არის. მიდით შეხედეთ, თბილისი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ყველა იქიდან არის. აგერ წამობრძანდით, ეგერ არის ხიდი 100 მარშრუტკაა ჩაყენებული, დამალული. ბიძინა ამ დროს ტრიბუნიდან საუბრობდა. ტრადიციულად შუშებში, ტრადიციულად სუფლიორით და პირველად ბატონყმობაზე. ჩვენ არ გვინდა ხალხო კომპიუტერი შეერაგებულ და შენებულ ბატონყმობაში დაბრუნება. არადა, ხურმოჭრილი ყმებივით საუბრობდნენ მისი დაქირავებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლები.